ამუშავებას დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში ორი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. სასწავლო სივრცეების პარალელურად კი მოეწყობა საბუნების მეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიების, სპორტული და სააქტო სივრცეები. სკოლების მშენებლობაზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო მუშაობს. განათლების სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება. შესაბამისად, დღეს ვიმყოფებოდით მშენებარე სკოლებში, რომელიც გეგმა გრაფიკით მიმდინარეობს. სულ მალე ჩვენს მოსწავლეებს ექნებათ საშუალება სრულიად უახლეს და საერთაშორისო სტანდარტებთან მორგებულ შენობაში გააგრძელონ სწავლება. ახალი ინფრასტრუქტურა და ახალი სკოლები არა მხოლოდ დედაქალაქში ან მუნიციპალურ ცენტრებში შენდება, არამედ ცენტრიდან და დედაქალაქიდან საკმაოდ მოშორებულ სოფლებში, საზღვრისპირა სოფლებში. მიხარია, რომ დასრულების შემდეგ 800 ბავშვამდე იქნება ბედნიერი და ექნება საშუალება, რომ თანამედროვე გარემოში მიიღონ განათლება. მადლობა სუხთით განათლების სამინისტროს იმისთვის, რომ ჩვენ მოსწავლეები შეძლებენ თანამედროვე სტანდარტებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით აშენებულ და დამშვენებულ ამას სკოლაში ისწავლიან. თელავის